Error 404 ტიპი მხოლოდ სტუდენტური არხი არ ყოფილა. ეს იყო ადგილი, სადაც იდეები პირველ კადრებად იქცა, შეცდომები გამოცდილებად, ხოლო კამერის მიღმა დაწყებული მეგობრობა გუნდად. მაგრამ ყველა ისტორიას აქვს ერთი გარდაუვალი ეტაპი, თაობების ცვლილება. დღეს მოქმედი გუნდი ბოლო მისიას ასრულებს. დროა გადაწყდეს, ვინ გააგრძელებს ამ არხის ისტორიას. კასტინგზე სხვადასხვა კურსის სტუდენტები მოვიდნენ. ყველას საკუთარი ისტორია აქვს, საკუთარი გამოცდილება, საკუთარი მიზეზი, რის გამოც აქ დგას. დღეს მათ მხოლოდ ერთი შანსი ექნებათ დაარწმუნონ ჟიური, რომ Error 404 ტიპის შემდეგი თავი სწორედ მათ უნდა დაწერონ. მაგრამ არის ერთი პრობლემა. ამ ჟიურის ყველაზე მეტად სწორედ ერთი რამის ეშინია, რომ ვიღაც მართლა მათზე უკეთესი აღმოჩნდეს. გამარჯობა. გაგვეცანით რა შეიძლება? ჩემი სახელი არ არის მნიშვნელოვანი. მე უბრალოდ სტუდენტი ვარ, რომელსაც ძალიან უნდა Error 404-ში მახსოვსა. ეს სალომე არ არის? შანთაძე? სალომე? კაი რა. არ მინდა მაგდა შენი დრო წავიდა. მოდი რა. დაჩექი აქ თუ შეიძლება. მოიხსენი ეგ სათავე. გამოდი ჟებს. რომდე ლაპარაკო უბრალოდ. Abzandit. გამარჯობა, გაგვეცანით. გამარჯობა, მე ვარ სცენარის არქიტექტორი. დაიწყო. აბობენ ვისაც წერა უყვარს, სათქმელი ბევრი არაფერი არ აქვსო. მე პირიქით მგონია. ალბათ ვისაც წერა უყვარს, ყველაზე ბევრი აქვს სათქმელი. უბრალოდ ჯერ ფურცლიდან იწყებს. პირველ კურსზე მეგონა რომ საუკეთესო ტექსტები შთაგონებით იწერებოდა. მერე გავიგე რომ საუკეთესო ტექსტები ღამის 3 საათზე იწერება. აი მაშინ, როდესაც მესამე ფინჯანი ყავა უკვე ცივია. როცა Word-ის ფაილებს final, final 2, final ქვია. როდესაც საკუთარ დაწერილ კონსპექტებს უკვე ვეღარ ცნობ. იმიტომ რომ უკვე 2 დღე არ გიძინია. წერა რთულია. ჯერ გტანჯავს, მერე ხლის, მერე თავს გაბეზრებს, მაგრამ ბოლოს ვეღარ ეშვები. აღარც გინდა რომ შეეშვა. თავს აღარ ანებებ. ამ 3 წლის განმავლობაში ვისწავლე რომ კარგი ტექსტები შრომის გარეშე არ იწერება. ხატია, ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, ალბათ ესეთი სპიჩი ძალიან ცოტა მომისმენია. სიტყვები რაღაც არ ყოფნის მგონია. დაგეკავშირდებით გენეცვალე. მადლობა დიდი. კი, ვიცი. აი, მოდი იცი რა არის, მე დაგელაპარაკები ხა კასტინგზე. შევდივარ. მოგზანდით? შეიძლება? დიახ. კაი, გუგუ მოუხდება კაპირას. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება. მე ვარ ოსკაროსანი ჟურნალისტი. თავიდან მსახიობობა მინდოდა ჟურნალისტიკაზე საერთოდ არც კი ვფიქრობდი, თუმცა შემდგომ აღმოვაჩინე, რომ კამერის მიღმა ისეთი რაღაცები ხდება, რაც მსახიობსაც კი შეშურდება. აქ ყველა თავის საქმეს აკეთებს, მაგალითად ზოგი დადის კამერით, ზოგი ამონტაჟებს, ზოგი იდეებს გვაწვდის, სცენარს წერს და ბოლოს როცა ვიდეო გამოდის, ყველა იმას იძახის, უი, რა ადვილი ყოფილა. თუმცა მათ არ იციან, კადრის მიღმა რეები ხდება. რამდენჯერ გვითხოვთ სტუდენტებს, ვაიმე, ხმა არ ჩაუწერია. არ ვიცი, მოხვდები თუ არა Error 404-ში. თუმცა მინდა მეც მქონდეს ისეთი ჯგუფი და გუნდი, რომელზეც ასე ილაპარაკებენ. ბრავო. მადლობა. ძალიან დიდი პოტენციალი გაქვს. ამაყი განცხადებებით დაიწყე და სხვა შორის Error 404-ში ამბიციები ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად. მადლობა. თუ ახლა მშვიდად ვლაპარაკობ, ნუ დაიჯერებთ რომ ყოველთვის ასეთი ვიყავი. ჩემი პირველი ჩაწერა გახსოვთ? არა, ვერ გემახსოვრებათ. იმიტომ რომ არც მე მინდა ვინმე სახსოვდეს. ერთი წინადადება, 1000 დუბლი, მერე წყალი, ხმა მიკანკალებდა, ხელებიც. ზოგჯერ საერთოდ მავიწყდებოდა ჩემი სახალი რა მერქვა და მერე მივხვდი რომ კამერა საერთოდ არ აინტერესებს ჩემი ნერვიულობა. თუ მზად არ ხარ გამოჩნდება, თუ ნერვიულობ გამოჩნდება, თუ თავს იმაზე მეტად აჩვენებ, ვიდრე ხარ, ეგეც გამოჩნდება. ამიტომ ბრძოლა კამერასთან კი არა საკუთარ თავთან დავიწყე. ახლაც ნერვიულობ. უბრალოდ ახლა ნერვიულობა აღარ მართავს ჩემს ემოციებს. მე ვმართავ.
და თუ რამე ვისწავლე სტუდენტობაში, ის არის, რომ კამერის წინ არავინ იბადება. უბრალოდ ზოგი იმდენჯერ ბრუნდება კამერის წინ, სანამ შიშის საბოლოოდ კადრს მიღმა არ აღმოჩნდება. არ ამიზის და არ ელოდება ახლა სად შემეშლება სიტყვა. ყველას თავისი საქმე აქვს. არც კამერა ყოფილა მტერი არასდროს. ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი ყოველთვის მე ვიყავი. უბრალოდ ახლა ვისწავლე, რომ აკანკალებული ხმით ჩაწერილი კადრი შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი. ცუდი კადრია ის, რომელსაც შიშის გამო საერთოდ არ გადაიღებ. დაგიკავშირდებით აუცილებლად. მადლობა. შემდეგი კანდიდატი თუ შეიძლება. მზადები. შემდეგი. მარჩანა. არ მიდია. თქვენ როგორ დაიყალეთ? ძალიან გაიწერო ხო? ამ ციფრას მოვწერე ერთმა ახლა შემიშისა მოვწერე. საინტერესოა. ქართული რეალობის ყველაზე ნამდვილი კანდიდატიც ვიშოვეთ ჩემი აზრით. გონი ჯობია ამაქსე მუშაობა ისე ჩვენ გავაქცევთ. ჩვენსი კანდიდატი მაინც ვერ ეყოლება ამას. ძალიან ეგოისტური. მე სამობს საუკეთესოები ვართ. თავიდან გვეგონა უბრალოდ კასტინგს ვატარებდით. მოვიდოდნენ სტუდენტები, მოვუსმენდით, ავარჩევდით და ამ ისტორიებს სხვები გააგრძელებდნენ. მაგრამ ყოველი ახალი კასტინგის შემდეგ ერთი რამ უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა. პრობლემა მათში არასდროს ყოფილა. თვითოულმა ჩვენთვის ნაცნობი გზა გაიარეს. ალბათ ამიტომ იყო ასე რთული გადაწყვეტილების მიღება. იმიტომ არა, რომ მათ არ შეეძლოთ. პირიქით, იმიტომ რომ უკვე შეუძლიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დრო ნელ-ნელა სრულდებოდა. ზოგიერთ ადგილს ისე ეჩვევი ვეღარ ხვდები, როდის გახდა უბრალო აუდიტორია, კამერა ან სტუდენტური არხი, სახლი. ალბათ სწორედ ამიტომ ყველაზე რთული კასტინგი კანდიდატებისთვის კი არა, ჩვენთვის აღმოჩნდა.